დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს ტეკანოზე კახაბერ გოგოტიშვილს. დაგლოცეთ მამაო. ერთად დაგლოცეთ მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. მამაო, ჩვენ დღეს საუბრობთ დიდმარხვის წინა მოსამზადებელი პერიოდის შესახებ, თუმცა მანამდე ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მირქმის დღესასწაულს და ამ საუფლო დღესასწაულის დაწესების საფუძვლებსა და მისი მნიშვნელობის შესახებ რომ მოგვითხროთ. დიახ, მოგახსენებთ მირქმის დღესასწაული ალბათ თვითონ ეს სახელიც განსამარტი იქნება, იმიტომ რომ ძველი ქართული ტერმინია და შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყოს ეს ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე როგორც სხვა მრავალ დღესასწაულს. აი მაგალითად ხარების დღესასწაულს ვერაცნობიერებს ხოლმე ზოგი, რომ ეს არის რომ ღვთისმშობელს ახარა ანგელოზმა ეს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და ზოგი ხართან აკავშირებს და რაც რაღაც იწევს ხოლმე გაუგებრობას. ასევე გახლავთ მირქმა არის ძველი სიტყვა, ძველი ქართული სიტყვა, რომელიც მიიქუა, შეიძლება ესე უფრო გასაგები იყოს, ანუ მიიხუტა ამ სიტყვას ნიშნავს და ეხა თუ რა მოხდა, ამას მოგახსენებთ და ამის შემდგომ თვითონ გამოიტანენ ყველანი დასკვნას. ესე იგი, მაცხოვრის შობიდან მე-40 დღეს აღინიშნება ყოველთვის მირქმის დღესასწაული და ეს იყო ტრადიცია ძველი ეკლესიისა, ძველი აღთქმის ეკლესიისა, ისევე როგორც ახალი აღთქმის ეკლესიაში შემორჩენილია, რომ მე-40 დღეს ახალშობილი მიყავს თავის დედას ტაძარში, სადაც მას ახლა ახალი აღთქმის ეკლესიაში განწმენდის ლოცვები წაეკითხება და ბავშვის შეყვანება ხდება ტაძარში და თუ იქამდე მონათლული არ არის, მე-40 დღეს ინათლება. ეს ძველი აღთქმის ტრადიციის თანახმად ესე იყო, რომ მიყავდათ ტაძარში და შესაწირი უნდა გაეღოთ. აი ამ დროს ტაძარში იმყოფებოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი, რომელიც ელოდებოდა მაცხოვარს. ეს ცოტა ვრცელი ისტორია, მაგრამ შევეცდები რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ, ვინ იყო სვიმეონ მიმრქმელი. ეგვიპტის მმართველი პტოლემეოსის დროს, ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნე, მან გააკეთა ალექსანდრიაში ძალიან დიდი ბიბლიოთეკა. და ამ ბიბლიოთეკაში მოინდომა რომ ქონოდა დიდი სიმდიდრე წიგნებისა და მათ შორის ებრაული წმინდა წერილისა. და მოსთხოვა ებრაელ საზოგადოებას რომ ეთარგმნათ ეს წიგნები ებრაულიდან ბერძნულ ენაზე. და ებრაელებმა შექმნეს ჯგუფი 72 კაცისგან შედგებოდა ეს ჯგუფი. სეპტუაგიტა ეწოდება აი ამ თარგმანს, სწორედ ამის გამო სეპტუაგიტა 70-თაგანს ნიშნავს. ნუ 72 იყო, მაგრამ 70-თაგანს ესე ეძახიან და გაიყო ეს კაც ჯგუფი ორ-ორად, ანუ 36 კაციანი, 36 ჯგუფი იყო ორ-ორ კაციანი და თარგმნიდნენ წმინდა წერილს, რომ რაღაც ერთი შეცდომაც არ გაყარულიყო და ანუ ერთმანეთთან ათანხმებდნენ ამ ტექსტებს და ადარებდნენ, რომ რაღაცა ყველაზე ისეთი ზუსტი თარგმანი დღევანდელ დღეს წმინდა წერილისა ეს გახლავთ ბერძნულ ენაზე, ებრაულიდან ბერძნულ ენაზე. ამით ისარგებლობს ჩვენი ეკლესიაც კი ქართულად ძველი აღთქმის თარგმნას სწორედ ამ ტექსტიდან აწარმოებს, როდესაც უთარგმნიათ ძველი ებრაული ტექსტები. და აი ამ თარგმნის დროს ერთ-ერთი გახლდათ სვიმეონ მიმრქმელი, რომელმაც აი ამ ადგილის თარგმნის დროს, სადაც ისაია წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომ აჰა ქალწული მოცლად იღებს, იფიქრა, რომ ალბათ შეცდომაა და ქალწულმა როგორ შეიძლება რომ შვილი გააჩინოს და მოინდომა რომ ქალი დაეწერა. და არსებობს ესეთი ორი ვერსია, რომ ერთი თითქოს ხელი გაუჩერდა, ვეღარ გააგრძელო წერა, ნუ მეორე ანგელოზი ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ გამოცხადება ქონდა მას და ეუწყა რომ შენ სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილს, იქამდე არ მოკვდები. და მან მართლაც 300 წელიწადზე მეტი იცოცხლა ის ტაძრის შორიახლოს ცხოვრობდა იერუსალიმში და ელოდებოდა აი ამ აღთქმულ მესიას, რომელიც მას გამოცხადებით ეუწყა რომ ქალწულისაგან შობილი იქნებოდა. მაგრამ ხომ არავინ არ იცოდა ეს. მას ასევე გამოცხადებით მიეცა რომ ეს არის ის მესია, რომელიც დღეს ტაძარში მოიყვანება, ეს მოხდა შობიდან მე-40 დღეს, გაიქცა ის ტაძარში და მიეგება მოკლედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომელსაც გამოართვა ეს ყრმა და ის ცნობილი სიტყვები, რომელიც ყოველ მწუხრზე იგალობება, ვინც კი ღვთისმსახურებას დასწრებია და მწუხრი მოусმენია, აბსოლუტურად ყველა მწუხრზე იკითხება ეს უცვლელი სიტყვებია, აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი. ანუ
უკვე ჩემი გასვლის დროაო ამას ეუბნება უფალს, იმიტომ რომ მე უკვე ვიხილე ის რაც აღთქმული იყო ჩემდანო და მალევე გარდაიცვალა სვიმეონ ღვთის მიმრქმელი. ეს გახლავთ ძალიან მოკლედ ისტორია მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც 15 თებერვალს არის. დღესასწაულზე გვეყოლება აუცილებლად სტუმარი მოწყარი და უფრო ცლად ისაუბრებთ. დიახ, ჩვენ რაღაც მოკლედ შევეცადეთ. ჩვენ კი მამაო ვისაუბროთ აღდგომის დიდ მარხვის მოსამზადებელ პერიოდზე. დიდ მარხვას უძღვის წინ მეზორისა და ფარისევლის კვირა, უძღებიშვილის კვირა, შემდეგ ხორციელის კვირა და ყველიერის კვირა. რატომ არის დაწესებული ეს მოსამზადებელი პერიოდი დიდ მარხვის წინ? წელიწადის განმავლობაში ესეთი მნიშვნელოვანი დღეები, როგორც დიდ მარხვა, სხვა ჩვენ არ აგვაქვს. ეს იქედანაც არის გამოხატული, რომ აი ამ მარხვასთან დაკავშირებით არის ყოველთვის ნათქვამი, როგორც დიდ მარხვა. იმიტომ კი არა, რომ დღეების რაოდენობით არის ბევრი. და ვთქვათ, შეიძლება შობის მარხვაც არ არის ნაკლები 40 დღეა შობის მარხვა, სადღაც 48 დღე არის, რაღაც განსხვავება ახლა იმ 7-8 დღეში არავით არის, მაგრამ დიდ მარხვა მას ეწოდება თავისი სულიერი მნიშვნელობის გამო, იმიტომ რომ ჩვენთვის აღდგომა არის ყველაზე დიდი დღესასწაული, ეს არის ჩვენი გამოხსნის დღე და რაც გამოხსნას, რაც გადარჩენას ემსახურება, ახლა შობაც გამოხსნასა და გადარჩენას ემსახურება, მაგრამ აღდგომა არის ის, რომ არ იყოს საშუალება ცათასასუფეველში შესვლისა და ადამიანს მიეცა ამის საშუალება. ასე რომ ამიტომ არის უდიდესი ეს დღესასწაული და მასთან მიძღვნილი ეს მარხვაც ამიტომ ეწოდება დიდი. და ეს ყველანაირად არის ხაზგასმული საეკლესიო ლიტურგიკულ პრაქტიკაში, რომ გარდა იმისა, რომ დიდ მარხვა ეწოდება, როგორც მოგახსენეთ, მისთვის მზადება. არც ერთი მარხვისთვის ესეთი მზადება არ არის, რომ 3-4 კვირით ადრე იწყებოდეს საკითხავები ეკლესიაში და ეკლესია ამზადებდეს ამისთვის მრევლს. არა, შობის მარხვას პირდაპირ ესე იგი 28 ნოემბერს გამოვაცხადებთ, რომ აბა დაიწყო დღეს საშობაო მარხვა და დაილოცება ეკლესიის მიერ მრევლი და შევხვდებიან შობის დღესასწაულს. სხვა თქვა პეტრე-პავლობა იქნება თუ ღვთისმშობლის მარხვა, ესე ხდება ყოველთვის და აქ რამდენიმე კვირით ადრე ეკლესია იწყებს უკვე ადამიანთა მომზადებას და ეს მომზადება პირველ რიგში სულიერი გახლავთ. არა იმიტომ რომ ხვალ ეხლა ჩვენ უნდა შევცვალოთ მენიუ და ხორცს აღარ ვჭამთ და დღეს ვჭამთ. ესე არა. იწყება საკითხავებით, რომელსაც ქვია მეზვერისა და ფარისევლის იგავი ლუკა მახარებლის სახარებაში მოთხრობილი, ეს გასულ კვირას დიახ, გასულ კვირას იყო უძღებიშვილის და იმის წინა კვირას იყო სწორედ მეზვერისა და ფარისევლის კვირა. და ესეთი მზადება, რომ იგავი მეზვერისა და ფარისევლის შემდგომ უძღებიშვილის იგავი, ამის შემდგომ არის საშინელი სამსჯავროს ხსენება, ეს შემდეგი კვირა იქნება და ბოლო კვირა, ანუ როდესაც რასაც ჩვენ ყველიერის კვირას ვეძახთ, ეს არის მიტევების კვირა, როდესაც შენდობა აღესრულება ურთიერთშორის ადამიანებთან, რათა განწმენდილნი ისინი შეეგებონ აი ამ მარხვას. სათითაოდ განვიხილოთ ეს როგორც გვექნება ამისი საშუალება დროის მიხედვით, რომ და შეგვიძლია რომ სათითაოდ განვიხილოთ. მეზვერისა და ფარისევლის. მეზვერისა და ფარისევლის იგავით რას გვასწავლის ჩვენ ეკლესია, რომ აი მოკლე შინაარსი ამ იგავის ესეთია, რომ მოდის ტაძარში ერთი მეზვერი, ერთი ფარისეველი და დადგებიან ლოცვად და ფარისეველი ამბობს. იწყებს ესეთ ლოცვას, რომ გმადლობ შენ უფალო, რომ მე ისეთი არა ვარო, როგორც სხვები არიანო, მე ლოცულობ, მახულობ, დიახ, აი ზედმიწევნით ვასრულებ და იქადის აი ამ ისეთიც არა ვარ, როგორც ეს მეზვერეო, რომელიც უკან იდგა თავჩახრილი, მაღლა ახედვასაც ვერ ბედავდა და მკერდში იცემდაო მუშტს და ამბობდაო, რომ ღმერთო მილხინე მეწოდულსა ამას და გამოვიდნენ გარეთ და გამართლდა მეზვერეო. ღვთის წინაშე გამართლდა. ანუ რას გვასწავლის, რომ ლოცვა და მარხვა რა არის, რომ ეს სათნოება კი არ არის, სათნოებამდე მიყავხარ აი ამ ლოცვას და მარხვას. ეს არის იარაღი, რომლითაც შენ სათნოებამდე უნდა მიხვიდე, მაგრამ ვინც მარხულობს და ვინც ლოცულობს, ყველა სათნოებამდე ჯერ კი არ მისულა. ასე რომ ეს ფარისეველი, რომელსაც გონია, რომ რადგანაც მარხულობს, რადგანაც ჯულს ასრულებს, რომ უკვე ღირსია ცათასასუფევლისას ცდება, არ არის მართალი, იმიტომ რომ აი ადამიანს სინანულით ყველანაირი ცოდვა შეიძლება მიეტევოს. ანუ სინანულის მნიშვნელობის შესახებ. სინანულის მნიშვნელობის შესახებ არის ეს. დიახ, აი ერთი სიტყვით შეიძლება ესე ითქვას, რომ რა მნიშვნელობა აქვს სინანულს. შეიძლება ადამიანი მარხულობდეს, ლოცულობდეს და თუ სინანული არ აქვს, თუ
სხვას განიკითხავს და ეს ხომ ესეა ნახეთ რას ამბობს რომ ისეთი კი არ ვარ როგორიც ეს მეზვერეო ხომ განიკითხა ანუ სიყვარული არ გააჩნია ამ ადამიანს სიყვარული რომ მქონდეს არ განიკითხავდა თუ კი გიყვარს შენ ადამიანი მის შეცდომას რომ ხედავ ის გეცოდება და განკითხვით კი არ ლაპარაკობ რომ ნახე რა დააშავა და ნახე როგორ ცხოვრობს არამედ ამბობ რომ რაღაცნაირად გამოხატავ სიბრალულს გამოხატავ რაღაცა თანაგრძნობას მისი აი ამ შეცოდების გამო აქ პირიქითაა განიკითხავს რომ აი მე ისეთი არა ვარ და გამართლა ის ადამიანი იმით რომ ისიც ებრაელია და განა ის არ ასრულებს მარხვას და განა ის იმას არ მიაქვს შესაწირავი ეკლესიაში როდესაც იქადის ეს ფარისეველი რომ მე ამას ვაკეთებ მაგრამ ის ამას არ თulis არაფრად იმიტომ რომ ეს გონია რომ ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების წესია რომ ეს ესე უნდა ხდებოდეს მაგრამ გარდა ამისა რას უნდა აკეთებდეს ადამიანი რომ უნდა გქონდეს დიდი სინანული ღვთის წინაშე და მადლიერება ღვთის წინაშე რომ ესეთი გამომხსნელობითი მოვლენა ასევე სინანულის შესახებ არის უძღებიშვილის იგავით რომ მამა მიიღო მონანული შვილი უძღები მონანული შვილი შემდგომში ესე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ აი თითოეული ესახარება იკითხება და ადამიანმა თავისი თავი უნდა აღმოაჩინოს რატომ იკითხება რატომ შეგვაგონებს ჩვენ ამას წმინდა ეკლესია რომ შენი თავი უნდა იპოვო რომ ვის მდგომარეობაში ხარ იმ ფარისეველს გავხარ თუ მეზვერეს ეხლა აი ამ მეორე იგავში რომელიც გასულ კვირას იკითხებოდა აქ უნდა აღმოაჩინოს თავის თავი რომ იმ უძღებიშვილის მსგავსად იქცევა თუ იმ უფროსი შვილის რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს მაგრამ არ გაუხარდება მისი ძმის დაბრუნება სახლში და რაღაცა დაიწყებს იქ ბობოქრობას ასე რომ წმინდა ეკლესია მაქსიმალურად ცდილობს რომ ადამიანებს აი ამ იგაური თქმით იგავი რა არის იგავი გახლავთ მოგონილი ამბავი რომელიც რეალობასთან ძალიან ახლოს არის და პირდაპირ არ გეუბნება უფალი სათქმელს იმიტომ რომ ძნელი ადამიანი ვერ იღებს ხშირად პირდაპირ ნათქვამს იმიტომ რომ უჭირს რაღაცა ზოგს ამპარტავნება აქვს ზოგს არ ესმის ეს და მართალი გონია თავისი თავი და აქაც უნდა დაინახოს ადამიანმა თუ სად იმყოფება იმიტომ რომ შეიძლება მართლაც გონია იმ ფარისევლის მსგავსად რადგან მარხულობს ადამიანი რადგან ლოცველია და ტაძარში დადის შეიძლება ფიქრობს რომ ეს საკმარისია და მეტი არაფერი არ არის საჭირო და ესეთი ადამიანის მოქცევა და გამოფხიზლება ძალიან ხშირად უფრო ძნელია ვიდრე იმ უძღებიშვილის მსგავსის რომელიც წავიდა მამისეულის სახლიდან და მთელი თავისი ქონება გაფლანგა რა იყო ეს ქონება სულიერი მნიშვნელობით იყო ღვთის მადლი ანუ ღმერთს მოშორდა მამა ამ შემთხვევაში უფალს განასახიერებს და მის მიერ მიცემული ეს ქონება რაც ეკუთვნოდა ეს არის ღვთის მიერ ბოძებული მადლი რომელიც ამ ადამიანმა გაფლანგა და აი მისი მოქცევა რომ ესე მადლისაგან გაძარცვულია ეს ადამიანი ხშირად შემთხვევაში უფრო შესაძლებელი გახლავთ ვიდრე ისეთი ადამიანისა რომელიც თვითკმაყოფილია ფარისევლის მსგავსად და ამბობს რომ მე ხომ აი ტაძარში დავდივარ წირვალოცას ვესწრებ მოძღვარი მყავს ახსარებას ვაბარებ და ეს უკვე ისეთ მექანიკურ ქმედებაშია გადაქცეული მისთვის რომ აი რაღაც როგორც ესე იგი დილით რომ უნდა ადგეს და ხელპირი დაიბანოს და ისაუზმოს ესევე და რო არ ფიქრობს ამაზე ესე გააკეთებს ამას ჩვეულებრივად რომ შეიძლება არც ვერც კი გაიხსენოს გავაკეთე თუ არა დილით ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჩვევად აქვს გადაქცეული და გული და სული არ არის ჩადებული ამ საქმეში. ასე რომ აღმოაჩინოს აუცილებლად უნდა თავისი თავი ადამიანმა ამ იგავების მსგავსად. იგავურად თქმული ყოველთვის არის უფრო გულზე მოსახვედრი, აი. ამ დროს შეიძლება უფრო ამოიცნო და აი ერთი კარგი მაგალითი ძველი აღთქმიდან დავით მეფსალმონის მაგალითი შეიძლება მოვიხმოთ, როდესაც მან ურიის ცოლი, ანუ მისი ერთ-ერთი მებრძოლი, მხედართმთავარი, რომელიც სპეციალურად გაგზავნა ისეთ ომში, სადაც იცოდა რომ მოკვდებოდა და მისი ცოლი მოსწონდა, ამის გულისთვის გააკეთა ეს და მოიყვანა ის ქალი ცოლად. და ყავდა და მშვენივრად ცხოვრობდა და ვინ გაუბედავდა დავით მეფეს, უდიდესი მეფეა, რომ ესე პირდაპირ ეთქვა მისთვის, რომ აი თქვენ ესეთი რამ დააშავეთ, ვერავინ. მოვიდა მასთან ნათან წინასწარმეტყველი და ეუბნება რომ აი რაღაც საქმე არისო გასარკვევიო და თქვენ როგორც მსაჯული მეფე მაშინ მსაჯულის იყო, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ეს საქმე და ეუბნება რომ ერთ ბატონს 1000 ცხარი ყავდაო და გლეხსო ერთი ცხარიო და სტუმარი მოუვიდაო ამ ბატონს და თავის დაენანაო და გლეხს წაართვაო ეს ერთი ცხარიო და დაუკლაო და სტუმარს მიართვაო და თქვენო განსაჯეთო რა ეკუთვნითო ამ ადამიანს და განრისხდა დავით მეფე. სიკვდილით უნდა დაისაჯოსო, როგორ გაბედა ესეთი რამის გაკეთება და თქვენ ხართო ეს ადამიანიო უთხრა. ასე რომ პირდაპირ მისულიყო და დავით მეფისთვის ეთქვა, იცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი თავმდაბლობა ჰქონდა დავით მეფეს და ნახეთ როგორი ფსალმუნები დაგვიტოვა, აი თავმდაბლობის განსახიერება მთელი მისი ცხოვრება. პირდაპირ მეთქვა, შეიძლება ვერ მიიღო როგორც ადამიანს. აი თქვენ დამნაშავე ხართ ეს აქციელი რატომ ჩაიდინეთ, შეიძლება დაესაჯა კიდეც ეს წინასწარმეტყველი, რომ როგორ ბედავ ამას. მაგრამ როგორც კი
იგავურად ნათქვამია, საკუთარ თავს მანვე გამოუტანა განაჩერი. ნახეთ, ამბობს რომ სიკვდილით უნდა დაისაჯოს. და როგორც კი მიხვდება რომ მასზეა ლაპარაკი, რომ თვითონ დააშავა ესეთი რამ თვითონ ჩაიდინა, ისეთი სინანული ქონდა. რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჭამდა, არ სვამდა. რაღაცა ესე იგი ეს მეფე დავარდნილი ტაძარში ისე ლოცველი და 50-ე ფსალმუნი სწორედ აი ამის გამო დაიწერა მიწყალემე ღმერთო ყველასათვის ცნობილი ფსალმუნი გახლავთ. ასე რომ იგავურად ნათქვამი ძალიან ხშირად უფრო ამართლებს, იმიტომ რომ ადამიანი ამას მიიღებს, იმიტომ რომ პირდაპირ მხილება შეიძლება ეს გამაღიზიანებელია ან საზოგადოების წინაშე ვერ მიიღოს, თუნდაც მარტო იყოს შეიძლება, მაგრამ ვერ მიიღოს და იგავურად ნათქვამი მხოლოდ მან იცის, რომ შეიძლება მას ეხებოდეს და სინანულში ჩააგდოს ეს ადამიანი. რაც შეეხება სამჟავროს გვახსენებს. ამის შემდგომი კვირა გახლავთ, ესე იგი, საშინელი სამჟავროს ხსენება, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს ადამიანებს, რომ აუცილებლად იქნება მეორედ მოსვლა და განსჯა. ანუ რომ გარდაიცვლება ადამიანი თავისთავად განსჯა იქნება მისი თუ სად უნდა დაწესდეს მისი სული, მაგრამ მეორედ მოსვლის შემდგომ ეს კონკრეტულად ეს სახარება შეახსენებს ადამიანებს, რომ მეორედ მოვა უფალი იესო ქრისტე, რომელიც ყველა ადამიანს, ვინც დაბადებულა და ვინც აცი დაიბადება მეორედ მოსვლამდე, ყველას განსჯა იქნება, ყველას იმ მსჯავრის გამოტანა იქნება და თუ რაიმე ცოდვა ქონია ადამიანს შეუნანებელი, ყველას წინაშე გაცხადდება ეს. ასე რომ შეგვაგონებს ეკლესია, რომ არაფერი არ უნდა დავიტოვოთ, რაღაცა ისე არ უნდა გქონდეს ბნელ კუთხეში ჩვენი სულისა გადამალული, რომ თითქოს ეს არაფერს არ ნიშნავს, ან ვერავინ ვერ მიხვდება და ვერავინ ვერ დაინახავს. თუ კი ჩვენ გვერიდება რაღაცა მოძღვრის წინაშე ვაღიაროთ ცოდვა, წარმოედგინეთ როგორი უფრო დიდი სირცხვილში აღმოჩნდება ადამიანი, როდესაც საჯაროდ მოხდება აი ამ ცოდვის გამხელა. ასე რომ ჯობია მოძღვართან ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ, ჩვენთვისაც ეს უდიდესი სიმშვიდის მომტანი იქნება, იმიტომ რომ აი წარმოედგინეთ რაღაცას რომ მალავ და გაწუხებს ეს და ვერ ამბობ, ვერ იხსნები მოძღვართან და როდესაც ამას იტყვი, ისეთ გათავისუფლები, აი თითქოს რაღაც ძალიან დიდი ტვირთი ქონდა მხრებზე. და რომ მოხსნან ეს ტვირთი და რაღაც წელში გაიმართები და გაიშლები ადამიანი. აი ესეთი ამის მსგავსია და ეს საშინელი სამჟავრო შეგვახსენებს სწორედ აი ამ მოვლენას, რომ მეორედ მოსვლა იქნება და ადამიანი ამისთვის გამუდმებულად უნდა ემზადებოდეს, იმიტომ რომ დრო მეორედ მოსვლისა არავინ არ იცის როდის იქნება. თვით ანგელოზებმაც კი ზეცაში არ იციან მაცხოვარი ბრძანებს, ასე რომ ამისი გამოძიებას, რომელიც ახლა ძალიან პოპულარული გახდა და სულ ეს თემაა, რომ როდის იქნება მეორედ მოსვლა და იქ ვიღაცა ცრუ წინასწარმეტყველს ნახულობენ, ზოგი მკითხავს ეკითხება, ზოგი რაღაც ფილმებში ეძიებს ამას და ხო რაღაც არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. ქრისტიანი უნდა ფიქრობდეს აი ესე, რომ სარწმუნოება ვისაც აქვს, მას მეორედ მოსვლისა უნდა სწამდეს, იმიტომ რომ წმინდა წერილი გვეუბნება ამას, მაგრამ გამოძიება აი ამ საკითხის არავითარ შემთხვევაში სწორი არ არის და ისედაც ყოველი დღე არ არის, ასე ვთქვათ, მეორე მოსვლა ვინ როდის გავა მსოფლიდან არავინ არის. რა თქმა უნდა, გარდაცვალება თვითონ მისთვის ჩათვალეთ, რომ იგივე მეორედ მოსვლის ტოლფასია, იმიტომ რომ თუ გარდაიცვლება ადამიანი მოუმზადებლად. რაში სჭირდება მას მეორედ მოსვლა, ისედაც ხომ განსაზღვრული იქნება მისი ბედი და ეხლა თუ ვინმე იმიტომ ფიქრობს, რომ მეორედ მოსვლა თუ 100 წლის შემდეგაა, მე სიკვდილის წინ მიტყვი მხოლოდ აღსარებას, ეს ხომ რაღაცა ვაჭრობაა და ეს შეიძლება ადამიანთა შორის ხდებოდეს და ღმერთთან დამოკიდებულებაში ესეთი ფიქრი ხომ რაღაც დანაშაული გახლავთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასე რომ ღმერთი, რომელიც ყველას გულთამხილავია, მან კარგად იცის ძალიან როდის უნდა მოხდეს ეს და როდის იქნება კაცობრიობა ამისთვის მზად და ჩვენთვის ამისი ცოდნა პირიქით არ იქნებოდა კარგი. ცუდი იქნებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანს აქვს ესეთი ბუნება, რომ შეიძლება გაზარმასდეს და თქვას, რომ ჯერ რადგან არ არის მეორედ მოსვლა, მე ამიტომ რაღაცები უნდა მოვასწრო ახლა და აი ამ მოსწრების დროს გადარჩება თუ ვერ გადარჩება არ ვიცით. ამ მოსამზადებელი პერიოდის ბოლო დღეს, ანუ დიდი მარხვის წინადღეს მართლმადიდებლები ერთმანეთს შენდობას ხოთ. ანუ არის მიტევები შენდობის დღე. ამ დღის მნიშვნელობის შესახებაც რომ გითხრათ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ეს ისტორიულად ესეთი საფუძველი აქვს აი ამ დღეს, რომ წმინდა მამები, რომლებიც დიდ მარხვას შეუდგებოდნენ, ძალიან ხშირად უდაბნოში გადიოდნენ, განმარტოვდებოდნენ. და იყო ესეთი შემთხვევები, რომ უკან შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყო ესეთი მკაცრი მარხვის შედეგად, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი პირობები იყო უდაბნოში, იქ სრულიად ველურ პირობებში ცხოვრობდნენ ისინი და იყო შემთხვევები, რომ ისინი უკან შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყვნენ. და თან როდის ვინ როდის გადის ამ ქვეყნიდან არ იციან და ეს საკმაოდ ვრცელი დრო არის, 48 დღე გრძელდება მოგეხსენებათ და ამიტომ ისინი წინასწარ შენდობას ითხოვდნენ ერთმანეთისგან. და ამან მიიღო ესეთი
ისე იგი ისტორიული კვალი ესეთი აი ამ დღისა და მიიღო დღევანდელ დღეს ესეთი ფორმა, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. ახლა უდაბნოში არც ერთი არ ვაპირებთ გასვლას, არ გვაქვს ამისი თქვა საშუალება, მაგრამ აი სულიერი უდაბნო შეიძლება შევქნათ ჩვენ აი ამ დღეების განმავლობაში. რა არის ეს სულიერი უდაბნო? რომ განმარტოვდეთ ჩვენს თავთან, კარგად ჩაუღრმავდეთ ჩვენს თავს და ვიპოვოთ ის თუ რა პრობლემა აქვს ჩვენ სულს, რა არ გვითქვამს სახსარებაში, რა დაგვავեց და რაიმე ხო არ გამოგვრჩა, რა არის გამოსასწორებელი და მარხვა სწორედ ეს არის. არა მენიუ შეცვლა, არამედ ის საკითხი, რომ რაღაცა ვნება, რომელიც შენში ფესვს გამდგარია, აი ეს ფესვიანად ამოგიჯო. სარეველა ბალახი თუ ზევიდან მოიცელა, აუცილებლად ის სხვა მრავალ ნაყოფს გამოიღებს კიდევ. თუ ფესვიანად იქნა ამოგლეჯილი, ვეღარ გაიხარებს. ასე რომ ეს მარხვა გვაძლევს სწორედ აი ამის საშუალებას, რომ ის სარეველა, რომელიც ჩვენ სულს მოედო, ფესვიანად უნდა ამოგვლიჯოთ. ამიტომაც მოსამზადებლად სინანულის იგავებს ვკითხულობთ, შესაგონებლად ადამიანებისა, საშინელ სამჟავროს შევახსენებთ მათ, რომ აუცილებლად დადგება ეს დღე, ამის შემდგომ შენდობით ვემშვიდობებით ერთმანეთს, ვიდრე იმ დღესასწაულთა დღესასწაულის გათენებამდე, რომელსაც აღდგომის მადლი ქვია. მამო, და ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა ერთ საკითხსაც შევეხოთ აუცილებლად. დღეს არის 14 თებერვალი და გეცოდინებათ ალბათ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს ვალენტინობას, ეგრეთ წოდებულ სიყვარულის დღეს. და თუ შეიძლება რომ ორი სიტყვა ამასთან დაკავშირებითაც თქვა. ყოველად გაურკვეველი გახლავთ, ესე იგი, აი ეს ვალენტინობა, მე თვითონ დავინტერესდი აი ამ საკითხით, რომ საიდან მოდის. აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესიაც არ აღნიშნავს ამას. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს არ არის მართლმადიდებლური ტრადიცია და ეს ვიცით, მაგრამ აი კათოლიკებს აქვთ, რომ იქ ვიღაცა შეყვარებული იყო ეს ვალენტინი და ამ შეყვარებულებმა რაღაცა მოკლედ გმირობა ჩაიდინეს და თითქოს წმინდანად არის შერაცხული კათოლიკური ეკლესიის მიერ. კათოლიკურმა ეკლესიამაც უარი თქვა, რომ არ არის ეს ჩვენი წმინდანი. რაღაცა ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო ხალხურ ტრადიციებზე შეიძლება რაღაც ამბავი მოხდა სადმე რომელიმე ქვეყანაში და რაღაცა სიყვარულის სიმბოლოდ, რაღაცა როგორც რომეო და ჯულიეტა ეს პერსონაჟები არის, ახლა რაღაცა სიყვარულის სიმბოლოდ აღიქმებიან შექსპირის ეს პერსონაჟები, შეიძლება ესეთი მსგავსი ისტორია იყოს სადმე, მაგრამ ეკლესიასთან არც ერთ განამარტო მართლმადიდებლური სწავლებით, აი თვითონ კათოლიკურმა ეკლესიამაც კი უარი განაცხადა, რომ ეს ჩვენი დღესასწაული არ არის, საერთოდ ესეთი წმინდანი არ გვყავს. თითქოს რაღაც ჩანაწერები არსებობს, მიმოწერა, წერილებისა, მაგრამ არ ემთხვევა დროს, არ ემთხვევა რაღაცა, მოკლედ ძალიან ბევრი გაუგებრობა ამ საკითხთან დაკავშირებით და უნდა მივმართოთ ჩვენ საზოგადოებას და უთხრა, რომ ეკლესიური დღესასწაული ეს ნამდვილად არ არის. რაც შეეხება სიყვარულის დღეს, სიყვარულის დღე ყოველი დღე უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, იმიტომ რომ ის ამითი უნდა ცოცხლობდეს და სულდგმულობდეს. და რაც შეეხება აი ამ ტრადიციას, რა ვიცი, არის ძალიან ბევრი ისეთი ხალხური რამ რაღაცა ერთმანეთთან დაკავშირებული, რაღაცა შეიძლება ფესვი მართლაც ქონდეს ქრისტიანობაში, მაგრამ იმდენად არის გაუკუღმართებული, რომ მისი აღნიშვნაც კი რაღაცა ქრისტიანისთვის შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს მისი სულისთვის და ცოტა სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ესეთ საკითხებს. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის, დაგლოცეთ მამა. ერთმა დაგლოცეთ, მადლობთ მოწვევისთვის. გადაცემის სტუმარი იყო მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი.